ქართული ოცნების ლიდერები უკვე 2 დღეა ამტკიცებენ, რომ საპროტესტო შეძახილები, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე სცენაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლას მოჰყვა, იყო დაგეგმილი და წინასწარ დაორგანიზებული მელია გვარამიას გაერთიანების მიერ, რადგან ერთ-ერთი ვიდეო, სადაც კარგად ისმის ეს შეძახილი ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლის შემდეგ გაავრცელა ამ გაერთიანების გუნდის წევრმა, თუმცა სოციალურ ქსელში ეს არ არის ერთადერთი ვიდეო, რომელიც ვრცელდება, ასევე ვრცელდება სხვა რაკურსიდან გადაღებული ანალოგიური მომენტი იმ ღონისძიებისა, სადაც ჩანს, რომ სხვადასხვა წერტილიდან აპროტესტებენ იქ შეკრებილები პრემიერ-მინისტრის სცენაზე გამოსვლას, როცა ისინი მის ნაცვლად ელოდნენ სწორედ ფეხბურთის ნაკრების წევრების გამოჩენას. დღეს შალვა პაპუაშვილმა გააგრძელა ნარატივი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ავრცელებდა მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომ ეს არის დაორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და ამ პარტიის და მისი განშტოებების ახალგაზრდული ფრთა სწორედ ამიტომ ითხოვდა მელიასა და გვარამიას გათავისუფლებას, რომ ამ ტიპის ღონისძიებებზე საზეიმო განწყობა გაეფუჭებინათ. პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ქართველები ასე არ იქცევიან და ვინც დააორგანიზა ეს და ვინც განახორციელა ასეთი პროტესტი, მათ ყველას ბოროტი სული აქვთ. ქართული ხალხი ასეთი არ ვართ. და ის რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, ეს არ არის ქართული საქციელი და თავათვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, შეცვალე ორგანიზაცია, რომელიც არ ვიცი მისგან ფინანსდება, იმიტომ რომ დაფინანსებები, როგორც იცით, გამოჭირვალი არის ჩვენ ქვეყანაში უცხოური და დღეს გახლავთ სწორედ ნიკა გვარამიას გუნდის წევრები არიან. ზუსტად ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობის თაობა, ასე ვთქვათ, თუ გუნდი არის, ვისაც შემდეგ უნდა რომ ჩააშხამოს. როგორი ბოროტი უნდა იყოს სულით ადამიანი, ეს დაგეგმო მე ეს განახორციელო და მე ამის თავი მოიწონო. შეიძლება კობახიძის მიმართ პროტესტი კონდეს ბატონო შალვა? შეიძლება ვიღაცა მოგწონდეს, არ მოგწონდეს, გძულდეს, ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანს რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. აი ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდა ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია რომ ყოფილიყო გარეთ. ამაზე საუბარი თავად ქართულმა ოცნებამ დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ საზეიმო განწყობის თუ საზეიმო ღონისძიების შემდეგ მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად იქ შეკრებილ ადამიანებს ჰქონდათ საზეიმო განწყობა, თუმცა მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძე ავიდა სცენაზე, მას შემდეგ კონკრეტული ჯგუფები და კონკრეტული ჯგუფი საპროტესტო შეძახილის ორგანიზატორი იყო, რასაც აყვნენ სხვები ამ მოედანზე და ამისად ისიც ფიქრობს, რომ ეს იყო პარტიის მიერ დაორგანიზებული პროტესტი. თავად ირაკლი კობახიძეს ჯერჯერობით ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის დღეს საჯაროდ მედიასთან გამოჩნდება და ვნახოთ თავადაც ფიქრობს თუ არა, თუ ეს არის მცდელობა ხელისუფლებისა, რომ ის უხერხულობა, რაც იმ მომენტში შეიქმნა რესპუბლიკის მოედანზე პოლიტიკური ცილისწამების ხარჯზე გადაფაროს.